ლაოკოონი და მისი ვაჟები წარმოადგენს მარმარილოსაგან დამზადებულ სკულპტურული ჯგუფის ქანდაკებას, რომელიც ასახავს ქურუმ ლაოკოონს და მის ვაჟებს. სკულპტურა შექმნილია ჰომეროსის პოემის სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც აქაველებმა ტროას კარიბჭესთან დიდი ხის ცხენი დადგეს. შიგნით დამალული მეომრებით, ლაოკოონმა ქალაქის მაცხოვრებლები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რის გამოც აქაველების მფარველმა ღმერთმა აპოლონმა ქურუმს და მის ვაჟებს სასჯელი მოულინა, ზღვიდან გამოსული გველები მიუსია. სკულპტურის სამივე ფიგურა დინამიურია, თავად ლაოკოონს ცალი ფეხი პოსტამენტიდან ჩამოსწურებია თითქოს გაქცევას, ტანჯვისაგან თავის დაღწევას ლამობს. მისი ვაჟების სხეულებიც მოძრაობაშია ასახული, მათი კუნთები დაძაბულია, ხოლო პოზები ტრაგიკული. თავად ლაოკოონის სახის ნაკვთები სასოწარკვეთას შის, თუმცა ამავდროულად სიმშვიდეს გამოხატავს, რაც ელინისტური ეპოქის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი.